დღეს კარგად გავერთობით. დიდი ხანია ქალაქში წვეულებები არ გამართულდა. ხო, ცეკვა დამავიცვა კიდეც. კარგი რა, ეგ ნამდვილად გახსოვს. გოგოებო, მზად ხართ? გააჩნია რისთვის? რას ქვია რისთვის? ხომ შემთხვახნით, რომ პროექტისთვის ხის-ქერქის შეგროვებაში დამეხმარებოდით? კი, მაგისთვის მზად ვართ. შვენიერია, წავალ გავემზადები, პარკში გავიდეთ. იქ არყის ხეები და ნაზვებია. ხო, ერთ წუთში მზად ვიქნები. ჯანდაბა, ეგ სულ დამავიწყდა. მეც მხოლოდ წვეულებაზე ვფიქრობდი. და ახლა რა ვქნათ? წასვლა მოგვიწევს. ხომ დავპირდით? ხუმრობ? წვეულებაზე წასვლის ნაცვლად ქერქები უნდა შევაგროვოთ? აბა რა ვქნათ? ამელკა გადავაგდოთ? ის ჩვენ გაგვიგებს, დამიჯერე. მას ხომ ჩვენი დახმარება სჭირდება? კარგი, მისმინე, თავისითაც შეუძლია მაგ საქმის გაკეთება. პატარა არ არის. კი, მართალი ხარ. წვეულებები ხომ დღესგერისობით ხშირად არ იმართება. მაშინ სწრაფად წავიდეთ, სანამ ამელკა დაბრუნდება. ძალიან სასაცილო იყო. დაინახე როგორ. რა ქემით? გაერთეთ? უი, ამილკა. მადლობა პროექტისთვის რომ დამეხმარეთ. კარგი. გვაპატიე, გუშინ წვეულებაზე წავედით. ვიცი, თქვენი ინსტაგრამის სტორები ვნახე. ამილკა, უნდა გავიგო, სამთაში წვეულებები იშვიათობაა. გვაპატიე ამილკა, შემდეგ ჯერზე გამოყვებით. რა მინდა შემდეგ ჯერზე? მეწყინა რომ არ დამეხმარეთ, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მტყავეთ. ო, ამილკა, ყველაფერი გულთან ასეა ახლოს ნუ მიგაქვს. დაიმვიცდე. ავივიც ხო? კარგი. თქვენ მოგეწონებოდათ იგივე რომ მექნა? ალბათ დიდად არა. ჩემთვის სულ ერთი იქნებოდა. სულ ერთი, ხო? კარგი. როგორც ჩანს, ძალიან გაბრაზდა. აცადე, გადაულის. ეს ხო ამილკა. კარგი, ხო? TikTok-ის გადაღებაში დამეხმარები? კიდი, განათება მოიტანე. მაგარი დაქალები არიან. ეგრე მომეკეცით, არა? ამ ყველაფერს ასე არ გავტოვებ. და ეს შემდეგ ჯერზე თავიანთ საქციელზე დაფიქრდნენ. ცოტა მოშავებით დადექი. ო, აი ამილკაც, უკეთ ხარ ამილკა? ამილკა, კადრში ხარ? შეგიძლია გაიციო? შენს გინდა ვიდეოში? მოდი მაშინ აქ. ამილკა, ცეკვას აპირებ? არა, არ მინდა. მაშინ გადი კადრიდან და ხელს ნუ გვიშლე გადაღებაში. არ გავალ, აქ ვიდგები. მაშინ იდექი. ალისა, მოდი აქ, მოდი. ჯანდაბა, ტელეფონი მაქვს დასაწენი, როგორც ყოველთვის ყველაზე არასასრულად მომენტში. ამილკა, შენ რომ არა, ჩვენ დიდი ხნის წინ გადავირიჟებდით ყველაფერს. ამილკა, ხო, ტელეფონი შეაერთე. არა პრობლემა, მადლობა. შეამჩნიე? ამილკა რაღაც უცნაურად იქცევა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გაბრაზებულია ჩვენზე. რამდენიც უნდა გაბრაზდეს, მისი პრობლემაა. რა სამწუხაროა, ტელეფონი თითქმის დაჯდა. განათებას თუ ჩავრთავთ, იგი უფრო სწრაფად დაჯდება. რამდენიმე აპლიკაციასაც. ამის შემდეგ ის უფრო სწრაფად დაჯდება. გოგოებო, ინტერნეტში ისეთი მაგარი დიეტა ვიპოვე. 10 კილოს დაკლებას შევძლებთ.
ამ დიეტებთან ფრთხილად უნდა იყო. ეს ნამდვილად კარგია. ხოლო წითელი ფერის საჭმელები უნდა ჭამო. ეგეთი რაღაც პირველად მესმის. მე ვცდი და გაგიზიარებ შედეგებს. შეხედეთ, ეს მარწყვის იოგურტია. არ შეჭამოთ. ის ჩემია. კიტი, მოდი შეხედე. შენ საყვარელ ჯგუფს მალე კონცერტი ექნება. მართლა? შენით ნახე. შეხედე ამ გვერდზე. ყველა ეგ ალბომი ზეპირად ვიცი. 6 საათზე გაიმართება კონცერტი. ნახოთ. ჩვენს ქალაქში იქნება კონცერტი? როგორც ჩვენს არა. როგორც ყოველთვის. და ეს შემთხვევით შენი იოგურტი ხომ არ არის? ჩემია. კარგი რა, ამელკა. ახლახან ხომ გითხარი რომ ეს ჩემი იოგურტია? შეხედე, ყურსასვენები უკეთია, ალბათ ვერ გაიგო. ჰეი, ჩემი იოგურტი შეჭამე. შენთვის კი არ მიყიდია. და რა იყო? რადგან ჩემი იოგურტი შეჭამე, მაშინ სენდვიჩი გამიკეთე. არაცხარე და კიტრის გარეშე. კარგი. კარგი. გონია რომ ყველაფერი გარიგო და იოგურტი ძალით შეჭამა. კარგი რა, კიტი, გეყოფა. მაგ იოგურტის გამო აფხედა აჟიოტაჟი უნდა მოაწყო? არაცხარე, ხო? და კიტრის გარეშე. საერთოდ არ გამოვიყენოთ კიტრი. კიტის მოეწონება. აი შენი სენდვიჩი. რობერტს იქნა. დიდი ხანია ველოდებოდი. რა გემრიელად გამოიყურება. გემრიელად მიირთვი. კი, ამელკამ ძალიან ეცადა. ალბათ მიხვდა რომ თანაშავე იყო. ცხარია. და კიტრიც არის. მე ალერგია მაქვს. მოიცა, ახლა მოგიტან წყალს. ალისა, ჩქარა. ამელკა, მე შენ გიჩვენებ. რა უკნა? არ გადავია რა? ძალიან ცხარე იყო. კარგი. ნახავ ინტერნეტში კიდევ როგორ დაგეხმარო. მიდი მალე. ალისა, იჩქარე. არავის შეერთებული. და საერთოდაც დამჯდარია. ამელკა, რა ხდება? ვაიმე, მაპატიე, შემთხვევით მოხდა. წავალ და ჩემით შევაერთებ. როგორი ჭუჭყიანია, უნდა გავწმინდო. მალე გავასუფთავებ. ფეხსაცმელებს წმენ? ხო, რა იყო? ვერ ხედავ? კარგი, ბარემ ჩემის გაწმინდე. ბარემ? ხო, ეგ კომპტული არა. თუ სენდვიჩების გაკეთება არ შეგიძლია, ფეხსაცმელი მაინც გაწმინდე. კარგი, გავწმენთ. ცხარეა. რათა ხედია, მაგრამ არა უშავს. ეს კარგია. გონი ფეხსაცმელი ზედმეტად სუფთაა. ახლავე გამოვასწორებთ. რა კარგია, მინდია.
ახლა ყველაფერი იდეალურადაა. კიტი კმაყოფილი იქნება. გაწმინდა უკვე ჩემი ფეხსაცმელები? რა თქმა უნდა. მაშინ შენთან კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. თმის შეღებაში დამეხმარები? რა პრობლემაა? რა ფერი გინდა? შესანიშნავია. ფერის განახლება მინდა. ისეთი კარგი საღებავი ვიყიდე. მინდა თმა უფრო ღია ფერის გახდეს. უფრო ღიაო, ამბო? ხო. მართალია. მუქი ფერები, ვარდისფერი და წითელი საერთოდ არ მიხდება. მაშინ მოემზადე. მე კი საღებავს მოვიტან. ღია ფერები გიყვარს არა? მაშინ მე შეგიღებავ. ვარდისფრად, ვერცხლისფრად, წითლად. რა სიტყვი? ამელკა, მე უკვე მზად ვარ. საღებავით მზადაა. ახლა თმა უნდა მოგიმზადო შესაღებად. იცოდი რომ საღებავების სუფთა თმაზე წასვლა არ შეიძლება? რა თქმა უნდა ვიცი. მესამე დღეა თმა არ დამიბანია. კარგი, ეს ნიშნავს რომ საღებავი კარგად დაგაჯდება. მისმინი ამელკა, დარწმუნებული ხარ რომ გაუმკლავდები? რა თქმა უნდა. მე უკვე ლუნას და ალისას შევუღებე. საერთოდ არ უწუწუნიათ მათ. კარგი, მოკლედ დღეს ჩემთან ბიჭი მოდის, რომელიც მომწონს, ასე რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება. ეგ ბიჭი აუცილებლად გაოცდება. კარგი. ახლა 30 წუთი უნდა მოიცადო. არა, ამელკა. მე ყოველთვის ცოტა მეთხანს ვიტოვებ, რომ საღებავი უკეთ დამაჯდეს. გეთახმები. მას თმა უკვე შეღებე? ნახევარი საათი უნდა დაველოდოთ და მერე შეგვიძლია შედეგით დავწყვეტ. შეგვიძლია რაიმე სამაგიდო თამაში ვითამაშოთ. კარგი. კარგი გოგოებო, დავიწყოთ. ახლა ჩემი ჯერია. მოიცადეთ. ჯანდაბა. კარგი. კიტი, შენ რომ ბიჭი მოგწონს, ეგ როდის მოვა? 2 საათში. ვინ ბიჭი? მე პირველად მესმის ამის შესახებ. მიდი, მოუყევი. კარგი. საყვარელია, სიმპათიური, ძალიან ჭკვიანი. ყოველთვის კოსტუმებს ისვამს და კომპლიმენტებს მეუბნება. რა საყვარელობაა. და სად გაიცანით ერთმანეთი? ეკლესიაში. რა? ეკლესიაში? ხო, რატომ გავიკვირდათ? არ ვიცოდი, ეკლესიაში თუ დადიოდი. მე და ბებო მოხალისეები ვართ. საჭმლის მომზადებაში ვეხმარებით ეკლესიას. როგორ იყო ჩაღები ხართ? შენგან მე ამას არ მეველოდი. ასე რომ, წესიერი ბიჭია. თავაზიანად მორეკეცით, ხუმრობების გარეშე. როგორც სიტყვი და წესიერად ჩაიცვით. კაშკაშა ფერებში არა, კლასიკურ სტილში. თანამედროვე მოდა მას არ მოსწონს. ჯანდაბა. მე ესეთი გასაცმელი აქ არ მაქვს. ხო, კარგი. ხო და უცებ გაიქეცი სახლში. კარგი, იმედია მოვასწრებ. ალისა, რა სუნია? ამელკა, მაკიაჟის უნდა გავიკეთო. დამეხმარები? დაგეხმარები. როგორი მაკიაჟი გინდა? ბუნებრივი მინდა. ხომ გითხარი? ჩემს ბიჭს ბუნებრივობა მოსწონს. ისეთ მაკიაჟს გაიკეთებ, რომ საერთოდაც ვერ შეამჩნევს. მადლობა ამელკა. დღეს ძალიან დამეხმარე. მოგვიანებით გადამიხდი მადლობას. ახლა ჩემი ჯერია. კი. ეგ არის. მორჩა. კარგი. სუნამო, ლაში. ბუნებრივი მაკიაჟი, ხო? კარგი. კიტი, მიიღე ბუნებრივი მაკიაჟს. აქ მაქვს ვარდისფერი, ცისფერი, შავი. იქნებ მწვანე დავამატო? ან ლურჯი? ძალიან დავიღალე. ცოტა სწაუზინებ, სანამ მაკიაჟს გამიკეთებ. კარგი. უბრალოდ არ გაინძრე. გამაღვიძე, როცა საღებავი იქნება ჩამოსაბანი. რა თქმა უნდა გაგაღვიძებ. ეჭვის არ შეგეპაროს. ეს ფერი რეავარდისფერია. შეუმჩნეველია. და ეს ღია ფერის ტუჩსაცხია. ვერავინ მიხვდება, რომ პომადა გისვია. უმაგრესია. ძალიან გიხდება, კიტი. ამასობაში მოვამზადებ ყველაფერს სტუმრისთვის. ყველანაირი ტასასფერი წამოვიღე, როგორ ის თქვი. გაიღვიძე, ცოცხალი ხარ?
რა ხდება? რომელი საათია? რომელი წელია? 1 საათზე მეტი გავიდა და შენ საღებავი კიდევ არ ჩამოგიბანია. ჯანდაბა, მე ხომ თვა დამშვიდება. ჩამოიბანე, ნუ ველაპარაკო. რა საგიჟეთია? ამელკა, რა გაწვია? ჩვეულებრივი დასაცმელი. ჩვეულებრივი? კოსმოსიდანაც კი გამოჩნდები, მაგას შემიაზრით შესანიშნავი კაბაა. ნამდვილად არ არის ეკლესიის ბიჭისთვის განკუთვნილი. არის, ქალღმერთს ნახავს. ამელკა, კიტი სატომ არ მიხედე? თითქმის 2 საათი ესვა საღებავით მასზე. მეგონა რომ თვითონ ქონდა დრო დანიშნული. იმედია ეს საღებავი არ ავნებს და თმა არ დამცვივდება. რა თქმა უნდა, არ დაცვივდება. ეს რა ჯანდაბაა? ამელკა საერთოდ ყრუა. მე ხომ შეუმჩნეველი მაკიაჟი ვთხოვე. მაკიაჟზე პიპის დრო არ მაქვს. სასწრაფოდ საღებავი უნდა ჩამოვიბანოთ მიდან. საჭმის გაკეთებას საერთოდ ვერ მოვასწრებთ. რა ცუდია. კიტი, ცოცხალი ხარ? ჯერჯერობით ცოცხალია. კიტი, როგორ ხარ? ისე ხმოვაღლა დაიყვერე რომ შემეშინდა. შემეშვით. ოთახიდან არ გამოვალ. 1 წლით. რა მოხდა? ჩემი თმა დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი არც ისე სულადაა. ყველაფერი საშინლადაა. ჩემი ცხოვრება დასრულდა. იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიანი რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. უბრალოდ წადით. არც კი იფიქროთ. კიტის უბრალოდ წუწუნი უნდა ახლა. აი, ბაკოპილები ხართ? ხომ გითხარით, ეს უბრალოდ კოშმარია. რა გინდა? ძალიან გიხდება. არა, საჭირო ჩემი დამშვიდება. ვიცი რომ საშინელებაა. ხო, თმა თავის ადგილზე მაინცაა. იცი რომ ვარდისფერი ფერის მოშორება რთულია? არა უშავს. თმა ისევ გაიზრდება. 3 წელში? კარგი, მოიწმინდეთ სემლები. წამოდი პაემნისთვის მოვემზადოთ. მეხუმრები? არანაირი პაემანი. ჩვენი უნდა გამოიყურები. განსაკუთრებით კი მაკიაჟი გიხდება. ახლა იმ ბიჭს დაურეკავ და ვეთქვი რომ დღევანდელი შეხვედრა უნდა გადავდოთ. ნუ თუ ეგრე გინდა, კარგი. დამიჯერე. ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახოს, ეგონება რომ დემონი ჩამისახდა. ეგ ვარდისფერი თმის გარეშე ცხადი იყო. ამბილკა, თანშვიდება საერთოდ არ გამოგდის. წადი დაიკარგე აქედან. მაინტერესებს, როგორ გახდა თეთრი საღებავი ვარდისფერი? რა ვიცი, იქნებ ვადა გაუვიდა? მე მეცინება, კიტის არა, ეს მისთვის კატასტროფაა. იქნებ ვინმე მაღაზიაში საღებავები ერთმანეთში შეცვალა? ზუსტად, ჩემი მეგობრები სასეხუმრობენ ხოლმე. დაიმიწყე, შეეჩვევა. ვარდისფერი ფერი შეუყვარდება კიტის. მას თავის გადაპაშტას კი ურჩევნია. ვარდისფერი ძულს. საინტერესო იქნებოდა მელოდე კიტის ნახვა. საწყალი. დღეს ცუდი დღე აქვს. არა მარტო თმა გაუფუჭდა, არამედ პაემანის ჩაეშალა. კარგი, მოდი გავართოთ. რაიმე იდეა გააქვს? მოდი ყინულზე სასიალად წავიყვანოთ. კარგი, არც მე მაწყენ და ციგურებზე სიალი. მაშინ შენ თბილი დასაცმელი და ციგურები მოამზადე კიტისთვის. მოდი სიურპრიზი გავუკეთოთ. საჭიროა რომ კიტი არ გაიყინოს. აბა ავარჩიოთ. კარგი. ეს საკმარისად თბილი არ არის. და არც ეს. ეს საერთოდ რა არის? აქ ჯირსებია. რაღაცაა საკითხზე. ეს არა. ეს არა. კარგი. ეგ არის. ამაში კიტი ნამდვილად არ გაიყინება. კარგი. ახლა ციგურებია საჭირო. სადღაც გქონდა. იდეალურია. კიტი მზადაა წასასვლელად. რაკენი, შეაგროვენ ნივთები? ყველაფერი მზადაა. შეგვიძლია დაუძახოთ კიტის. აი, შეხედე. ეს რა არის? ის არის, რაც შემთხოვე. ესენი როლიკებია. მე ციგურები გთხოვე და არა როლიკები. და ეს რა არის? სასურაო კოსტუმი? ხო, იცი, კიტი ძლიერია. როგორცაც ყველაფერი აგერია. ყინულის მოედაზე წასვლის გეგმაც ჩაიშალა. იქნებ აუზზე წავიდეთ? თან კიტის თბილი ბეწვის ქურთუკი აქვს. არა, მოდი სახლში მოვაწყოთ რამე. ასე ჯობია. წვეულება? ზუსტად, მაგრამ ჯერ სახლი დავალაგოთ. დიდი ხანი არ დაგვილაგებია. ყველაფერს ახლავე მივხედავ. ნაქაურობა დაალაგე. მე საძინებელს და კაბინეტს მივხედავ. კარგი. ნახოთ როგორ მოეწონება ალისას ჩემი დალაგებული. სურათები. გონი ასე უფრო მყუდროა. ცოტა წინდების დავამატოთ და აი ასე დავასრულებ. აი აქ.
წავალ, ალისას დავეხმარები. უკვე დაალაგე? სწრაფად გიქნია, ოჩახ, მოდი დაგეხმარები. მისმინე, სულ დამოვიწყდა. მუსიას უნდა ვაჭამო. კარგი, არის კიდევ რამე? შეგიძლია კიტისთვის სენდვიჩი გააკეთო, რომ ჭამოს? ოღონდ ნორმალური გაუკეთე. კი, მესმის, არაც ხარე და კიტრის გარეშე. იქნებ რაიმე თქმედელობა ესიამოვნოს? მუსია, დღეს უჩვეულო სადიდი გექნება. კიტი ასეთ საჭმელს უნდა შეეჭვიოს. ბოლოს და ბოლოს ის ხომ კიტია. შემოდი. როგორ ხარ? კარგად არ ვარ. კარგი, საჭმელი მოგიტანე. მე ხომ დიეტაზე ვარ. მარტო წითელი ფერის საჭმელს ვჭამ. სტრესის ქვეშ ხარ. დიეტა ერთი დღით შეგიძლია გადადო. კარგი, მართალი ხარ. მომეცი საჭმელი. გებრიელად მიირჩვი. ეს რა, შალი საჭმელია? კი, ახალი გემოა. გებრიელია, ისეთი უჩვეულო კომბინაციაა. ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. მადლობა, ამელკა. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხარი. მან შეჭამა? შესანიშნავია. მაშინ შენთან კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. რა თხოვნა? ყველაფერს გავაკეთებ. მაისური ოდნავ გამეხა. შეგიძლია გამიკერო? კარგი. ოღონდ ფრთხილად იყავი. ჩემი საყვარელი მაისურია. არი დარდო. მალე მაგნახროცაც კი ვერ შეამსნევ. ამელკა ძალიან დამეხმარე. რომელი ძაფები ავიღო? ესენი არა. არც ესენი. ესენი არა. ეს უფრო შესაფერისი იქნება. როგორც დავპირდი, ეს პატარა ნახრეთით შესამჩნევი არც კი იქნება. ეს სუპერ მაგარია, ელეგანტური და მოდური. ალისას ნამდვილად მოეწონება. რა მოხდა? აქ ქარიშხალი იყო? ეს ყველაფერი მუსიას ბრალია. ატა მოაწყო აქ ასეთი არეულობა? ვერასდროს ვერ დავიჯერებ. ეს რა არის? ჩემი საყვარელი მაისური, უკვე გადასაგდებია. რა მოხდა? მე მგონი ახლა უკვე ყველაფერს მივხვდი. ჰეი, კაკუნი არ მასწავლეს? არ მასწავლეს. სასწრაფო საქმე მაქვს შენთან. მოიცა. რაში მაინტერესებს? დეპრესიაში ვარ. ეგ ყველა შენი წარუმატებლობა ამელკას ბრალია. მოიცა. რას გულისხმობ? ვებ შეამჩნია რომ ამელკა რაღაც უცნაურად იქცევა? თითქოს განძრას ცელქობს. შეხედე რა უქნა ჩემს საყვარელ მაისურს. კი, შემამჩნიე. მეგონა რომ დამთხევა იყო. შურის ძიებისთვის ამ ხერხებს მიმართა. იმის გამო რომ პროექტში არ დავეხმარეთ. რა მავნეა? ხო, ყველაფერს პირიქით აკეთებს. თხოვე დაელაგებინა და ყველაფერი არია. თხოვე ტელეფონი დაეტენა, ბატარეა დაუჯინა. თხოვე მაისური შეეკერა და ისიც. მოიცადე. ანუ ამბელკას გამოა ჩემი კმა ვარდისფერი? კი, შენ თხოვე თეთრად შეეღება. მან კი ვარდისფრად შეგიჟება. თხოვე იოგურტი არ ეჭამა, მაგრამ მაინც შეჭამა. ყველაფერი პირიქით გააკეთა. კარგი, ამელკა, მე მას უჩვენებ. მოიცა, მოდი ჭკვიანურად მოვიქცეთ. გაქვს რამე გეგმა? თუ კი, მაშინ გისმენ, რადგან ყველაფერს პირიქით აკეთებს, ეგ ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. მაგალითად, ნახე, ვეჭვი რომ ყავა გვინდა შაქრით. ის კი უშაქრო ჩაის გაგვიკეთებს. სრულიად პირიქით. მე მგონი მე შენ მიგიხდი. რაც გვინდა ის ვთქვათ? ოღონდ პირიქით. ხო, და ამელკა იფიქრეს რომ ის ყველაზე ჭკვიანია და ჩვენს იმას მივახცევთ, რაც გვინდა. გენიოსი ხარ. ამელკა, მე და კიტის მაგარი იდეა გვაქვს. ამ არეულობაში ფოტოსესიას მოვაწყობთ. აი აქ.
ახალი ტრენდია. თითქოს პარიზის მოდის კვირეულზე ვართ. მართლა? ხო, ნახე ინსტაგრამზე ფოტოები. კარგი. როგორი უჩვეულოა? კი. ალისა, უბრალოდ არაფერი მიალაგო. ახლა უცებ მაკიაჟს გავიკეთებ, კამერას ავიღებ და ჩამოვალთ. კარგი. პარიზში გადაღებული ფოტოს მსგავსი გინდათ? დაივიწყეთ. ხედავ, ხომ გითხარი? გენიალურია. ახლა ყველაფერს მიალაგებს. მოდი, სულელებივით მოვიქცეთ და კიდევ რამის გაკეთება ვაიძულოთ. არ მეგონა დავაგება თუ მომიწევდა, რადგან ყველაფრის პირიქით გაკეთება გადავწყვიტე, ბოლომდე უნდა მივყვე ამ გეგმას. უცნაურია, რომ მითხრეს არ დაალაგოო. იქნებ მიხვდნენ? მე მგონი იციან, უნდა გავარკვიო. კარგი. მინდა რომ ამელგამ თავისი ლურჯის ვიტრი მაჩუკოს. ნაკლებად მგონია რომ რამეს მოიფიქრებ მაგაზე. ჯანდაბა. ძალიან რთულია რამის მოფიქრება. მოდი ვთქვათ რომ კიცა გვინდა. ის კი სუშის შეუკვეთავს. ჩვენ კი შევჭამთ. არა მგონია რომ მან ეგრე გადაკეთოს. არანაირი იდეა არ მომდის თავში. ანუ საბოლოოდ მიხვდნენ. კარგი, არა უშავს. გადავიდეთ გეგმაბეზე. ცუდია რომ ყველაფრის დადაგება მაიძულეს. ჯანდაბა. ავა, ისე ძალიან მომინდა. შემიძლია გავაკეთო. გინდათ? კი, და 3 კოლზე შაქარი ჩაყარე, რომ უფრო ტკბილი იყოს. ახლა ვიზამ. უშაქრო ჩაი გინდათ, ხო? ნახე, როგორი ჭკვიანები არიან, მაგრამ მე უფრო ჭკვიანი ვარ. უი, ეს ჩაია? რა ცუდია. ჩვენ ხომ ყავ გთხოვეთ. არა უშავს. ამელკამ ხომ ეცადა. უბრალოდ ცოტა აერია. ხო, ძალიან მოუქნელი ვარ. რა საზიზღრობა? ფუ! მან ჩვენ ჭკუაში გვაჯობა. კარგი, კმაყოფილი ხარ? საკმარისია, ყველაფერი ვიცით. რა? ჩვენ დიდი ხანია მივხვდით რომ ნასას გეუბნებით ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებ ჩვენს გასაბრაზებლად და თქვენ მე კარგად მომეკეცით? დიდი ამბავი, წახვედით და შენით შეაგროვე ქერქები. არაფერიც დაგმართნია. რა მოხდა მერე? და ბოდიში მაინც მოგეხადათ. ბოდიში? მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო თუ ფიქრობთ რომ გოგოები ცუდად მომექცნენ. ეგრე შენ თმა მე საერთოდ გამიფუჭე. ბოდიში რომ მოგეხადა, მაგას არ გაგიკეთებდი. და ჩემი მაისური რა შუაში იყო? გეცოდინებათ რომ არ უნდა გამაბრაზოთ. შენ უფრო ცუდად მოიქეცი. ვიდრე ჩვენ. კარგი რა. პაიმანის ჩამიშალე. იქნებ ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო? ო, შეიძლება ცოტა ზედმეტი მომივიდა. ცოტა ზედმეტი მოგივიდა? ნამდვილი მონსტრი ხარ. კარგი, გოგოებო, ყველანი ცუდად მოვიქეცით. კი, ალისთან მართალია, მაპატიეთ. კი, და შენ ჩვენ გვაპატიე, ამელკა. შევრიგდით? ძალიან კარგი. შერიგების პატივსაცემად, წავალ და სუში შევუკვეთავ. სუში მიყვარს და მე კოლას შემიკვეთავ? არა. გონია უბრალოდ ბოდიში გიშველის ამელკა? ნეტარა სიტყვი მწვანე ფერზე. და თქვენ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ მწვანეთვიანი ამელკა. იმედია ვერაფერს შეამჩნევს. ნახვამდის ყველას!